ხო შეიძლება ესე იფიქროს, აი ხა დავშვით იმ ხალხმა და იმ საზოგადოება, რომელიც აი ამ ანკეტზე ეგება ხოლმე რა. ხო შეიძლება რა ვიფიქრო, რომ ჯერ აი პირველივე წავში რომ გაიგებ ინფორმაციას, ეგრევე კომენტარი უნდა არ შეიძლება მე დავწმუნდი რომ ხო ესენი ხო და გაანალიზო, იქნებ რა ხდება, იქნებ არასწორი ინფორმაცია, იქნებ მატყუებენ, იქნებ ჩემი გამოყენება უნდა. აი პირდაპირ ბევრს ითხოვ თქვენ მაგათგან ძალიან ბევრს. აი ხა ის კაცი რო გაგე რო ანახეთ ტელევიზორში რო ეკრანზე რო გამოვიდა და ისო მე მინდაო დაბომბოსო ის მე ვითხოვო. ემას რა უნდა ელაპარაკო? ან ეხა ეს ძალიან თანახმავა ხო როგორც ერთი კარტელიო თანახმავა ხო და ეხა ამას რა უნდა აუხსნა აზრი არ აქვს და ის ეხა მართლა არ გაქვს ეგ ნანახი ეხა იმ დღეს სურათი მე და მოხუცი კაცი აბა დააჭერინეს ბანერი და პირდაპირ უნდა გავიდეს ძალიან ისეთი სიმპტომატურია. მე არ მინდა რუსეთის დაბრუნებული აფხაზეთიო რატომო? იმიტომ რომ როცა უნდა უკან წაგვართმეს და შენ არ გინდა აი პასუხი როგორ რატომ იმიტომ? всё მორჩა ეხა აი ეს კაცი ამას აი ეს ეხა რას ქვია რუსეთს შენ არ გინდა ჩვენ გვინდა კაცო ვერ გავი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს გვინდა რომ რუსებმა უნდა დაგვიბრუნოს კაკრას რუსების დაბრუნებული გვინდა ან სხვანაირად როგორ ვიბრუნეთ მით თუ როგორ სად არის ლოგიკა აი მიხდით იმდენად პრიმიტიულია ამათი შეხედულებები ერთი კითხვას რო დაუსვა უკვე ყველა აი პასუხიც არაა საჭირო უკვე გასაგებია ყველაფერი მაგრამ იმის პასუხს ხო აზრი არა აქვს ეს ხო ანუ აბსურდია ხო ეს მიდგომები ეხა რა არის თორნიკე აი ხო არა ხა აი ამ მოცემულობაში ვცხოვრობთ ხო რომ აი ერთი გამოდის და არ მინდა რუსეთის დაბრუნებული და მაინც წაგვართმევს და ეს დიდი ხნის პროპაგანდა აქვს თავში ჩაჭედილი რომ რუსები ყველაფერს ჩალიჩებენ და მაინც წაგვართმევენ და მოხუც დააჭერინეს თან რომ აი მოხუცი კაცი მიუხედავად იმისა რომ ამერიკა დაგიდგეს გარანტად ჩინეთი დაგიდგეს გარანტად ანუ რას ვიძახი იცი რომ ერთი მხარე მართლა ეხა რომ უყურებ აწება რომ დიალოგია საჭირო, დიალოგია რუსეთთან საჭირო, დიალოგია მეორე მხარე საჭირო, აქეთ. შუაში ვართ ჩვენ. ერთ მხარეს უნდა რომ მიგვაწეპოს საბჭოთა კავშირთან და რუსეთთან, მეორე მხარეს უნდა რომ მიგვაწეპოს იმას ეპშტეინიზაციასთან რა. ჩვენ მივდივართ და ვაპირებთ შუაში სიარულს. არავისთვის არაფერი საყვეწარი არ გჭირს. ყველა თვითონ გამოჩნდება ჩვენთან. აი ესეთი ეს არის ყველაზე უფრო ძალიან რთული სასვლელია, იმიტომ რომ პატარა აი ბეწვის ხიდიც არ არის. მაგრამ დაბალანსებით მოვედით ჩვენ. ხო, აი ბეწვის ხიდიც არ არის, გესმის ეს ისეთი ძალიან რთული ხო გზა არის რა, იმიტომ რომ ეგრევე რაღაცა და ეგრევე აქეთ გადაგახტუნებენ რომ აი რუსეთის ამბავია, რუსეთს უნდა ველაპარაკოთ ახლა ეგ ხო გამორიცხული. არა, უნდა ველაპარაკოთ, მაგრამ ის მე ჩემი აზრს გეუბნები. მე ხა ამაში მხოლოდ და მხოლოდ ჩემ აზრს ვიძახი რა. რა თქმა უნდა რუსეთთან მოგვიწევს ლაპარაკი, მაგრამ მაგის დრო უნდა მოვიდეს. ეხლა რუსეთის მხარეს არის ბურთი, მე ესე მგონია, იმიტომ რომ რუსეთს აქვს აღებული ჩვენი ტერიტორიები რა. მე ესე მგონია რომ იქ ჩასვლა და ვაიმე ეხლა თქვენი ტერიტორიები დაგვიბრუნეთ. არ თვითონ ინტერესი ხო აქვს რომ ჩვენ ქვეყანაში ეს მარშრუტი გაიხსნა, ჩვენ ქვეყანაში რაღაცა ეს გინდა ჩინური ეს აბრეშუმის გზა გაიხსნას, გინდა ეს, რასაც თვითონ ჩინეთთან ერთად აკეთებს. ვერ გააკეთებს ამას ვერაფერს თუ ჩვენ არ დაგველაპარაკა. მე ესე ვფიქრობ. რატო ვერ გააკეთებს? არ შევსწრებ. იმიტომ რომ ეს გზა იქნება მაგისთვის ჩაკეტილი რა, რაც თავარი გზა არის ჩინეთისთვის. მაგას უნდა რომ ეს მაგას უნდა თორნიკე რომ ეს რკინიგზა გაიხსნას. რუსეთი არის ხა მომგებიან პოზიციაში. რკინიგზის გახსნა უნდა. კი, მაგრამ ანუ ეხა ჩვენ მაგათ უცადოთ. მე მგონი მე პირიქით ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯი რომ მე არ დიალოგისკენ წავიდეთ რა. მე ვფიქრობ რომ აი როგორც ამერიკა და რუბიო გამოჩნდა, ისე გამოჩნდება რუსეთიც რა, დრო მოვა მაგისი რა.